ევროინტეგრაციის თემა მნიშვნელოვანი იყო და არის მართლმადიდებელი ეკლესიისთვისაც. ამ დღეებში გარდაცვლილი კათოლიკოს პატრიარქის მოღვაწეობა ბევრი სხვადასხვა პერსპექტივით მიმოიხილეს. ჩვენ კი გადავწყვიტეთ ერთი კონკრეტული მიმართულებით მოვუყაროთ თავი არქივის ნაწილს. პატრიარქს წინა წლებში არაერთხელ დაუდასტურებია, რომ საქართველოს მომავალს სწორედ ევროპის კავშირში ხედავს. ხვდებოდა ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ ევროპელ ლიდერებს, მონაწილეობდა ღონისძიებებში. ამ მხრივ შეგახსენებთ მნიშვნელოვან მომენტებს. ჯერ კიდევ 2014 წელს საშობაო ეპისტოლეში ილია მეორე გამოეხმაურა იმ პერიოდში გააქტიურებულ ევროინტეგრაციის პროცესს და შეეხო იმ საკითხს, რომელიც ახლაც კი 12 წლის შემდეგ პროპაგანდისტვის მსუყელ უკმა ანტიდასავლური განწყობების გასაკვირვებლად. აი ამ მონარიდი ეპისტოლედან. საქართველოს ეკლესია მიესალმება ევროკავშირის პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება არ წარმოადგენს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად ჩვენი ქვეყნის გახდომის წინაპირობას. რაც ევროკავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ბატონ ფილიპ დიმიტროვის 2013 წლის დეკემბრის თვის განცხადებაში დაფიქსირდა. პატრიარქი ხვდებოდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს. პირადად ისმენდა მათგან, რომ ქრისტიანულ ტრადიციებს და ქართულ კულტურას ევროკავშირის საფრთხეს არ უქმნის. ამ მხრივ გამორჩეული იყო შეხვედრა 2014 წლის მარტში, როდესაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადიოდა და ფორმდებოდა ასოცირების შეთანხმება. ასევე სრულდებოდა უვიზო მიმოსვლის შეთანხმება. ილია მეორე შეხვდა ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში შტეფან ფულეს. ვიზიტის დაწყების წინ ევროკომისარმა ასეთი რამ თქვა: მექნება პატივი შევხვდეთ თქვენს პატრიარქ ილია მეორეს. ევროკავშირის სახელით დავარწმუნებ, რომ ჩვენ არანაირი განზრახვა არ გვაქვს. უგულებელყოთ საქართველოს ტრადიციული ღირებულებები, რასაც ჩვენ ხელს ვუწყობთ არის ტოლერანტობა, ღირსება და პატივისცემა. მე მინდა გითხრათ, რომ ამაში დარწმუნება არ მჭირდება, მე დიდი ხანია ამაში დარწმუნებული ვარ. ეს კი უკვე შეხვედრის შემდეგ კათოლიკოს პატრიარქის სიტყვებია. კიდევ ერთი გამორჩეული მომენტი. მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, პატრიარქმა მონაწილეობა მიიღო ევროპის პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაში და ხალხს მიულოცა. ესეც 2014 წელია. ეს არის ბედნიერი დღე. საქართველოს, სრულიად საქართველოს და ყოველი ქართველი და მკვიდრნი საქართველოისანი ზეიმობენ დღევანდელ დღეს. ჩვენ როგორც არადროს ვახლოვდებით ევროპის კულტურას, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არა მარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს უნდა აჩვენოს ევროპას და მთელ მსოფლიოს ჩვენი უძველესი კულტურა, ჩვენი საგალობლები, ჩვენი სიმღერა, ჩვენი წარსული, ჩვენი ფასეულობა. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც შრომობდა აი ამ ბედნიერი დღისათვის. დალოცვილი იყავით, ჩვენთან არის ღმერთი.
პატრიარქი მონაწილეობდა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. ეს უკვე 2015 წელია, როცა ილია მეორემ ევროპის კვირეული გახსნა ევროპელ და ქართველ მაღალჩინოსნებთან ერთად. Dronis rebiada ჩვენთვის მასთან ერთად. და დღეს ჩვენ აღნიშნავთ ევროპის დემოკრატიულ საზღვრებს და ჩვენ გვინდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს იზიდავს სწორედ ის ასეულობანი, რომელიც გააჩნია ევროპას. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპის წარმატებაზე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ისაც, რომ თავის დროზე ევროპამ წარმოშვა ორი მსოფლიო ომი. ამიტომ დემოკრატიული სტრუქტურები ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის და მთელ მსოფლიოსთვის. ომი და მშვიდობა, ესეც პროპაგანდის საყვარელი თემებია ახლა. ჯერ კიდევ 2015-ში პატრიარქი საფრთხეების კონტექსტში დემოკრატიული სტრუქტურების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. და კიდევ ერთი არქივი 2015 წლიდან პატრიარქმა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით თქვა, რომ საქართველოს ნება გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი მტკიცეა. საქართველოს რომ გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი, წევრი. ეს ჩვენი არჩევანი ძალიან მტკიცეა და ჩვენ აუცილებლად მივახცევთ ამას. განცხადება კი, რომელსაც ახლა მოისმენთ, პატრიარქმა ევროკომისიის დასკვნის შემდეგ გააკეთა. ამ დასკვნით საქართველოს შენგენის ზონის წევრ ქვეყნებთან უვისო მიმოსვლისკენ გაეხსნა გზა. მაშინ პატრიარქი იმდროიდელ პრემიერს და ევროკავშირის ელჩს შეხვდა. ეს არის დიდი მიღწევა, დიდი ზეიმი მთელი ქართული ხალხისა და მათ შორის საქართველოს ეკლესიისა. დიდი ხანია საქართველოს ჰქონდა და აქვს სურვილი იყოს ევროპის სტრუქტურების წევრი, მონაწილე. ერთ-ერთი გამორჩეული მიმართვა ამ თემაზე პატრიარქმა 2023 წლის ნოემბერში ქართულ ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა. აქაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ევროკავშირისთვის ქართული ქრისტიანული ტრადიციები მნიშვნელოვანია და რომ სწორედ ამიტომ პატრიარქი თავიდანვე მხარს უჭერდა ევროინტეგრაციას. წლების განმავლობაში ევროკომისართა და ევროკავშირის სხვა წარმომადგენელთა მხრიდან ყოველთვის ხაზი ესმებოდა იმას, რომ საქართველოს უნიკალური კულტურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია და რომ ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების სულიერი ფასეულობებისა და ზოგადად მისი უძველესი კულტურის შენარჩუნება და განვითარება თავად ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია. ამიტომაც ჩვენ იმთავითვე ვუჭერდით მხარს ევროინტეგრაციას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქვეყანაც ღირებულ წვრილს შეიტანს ამ დიდი ევროპული ოჯახის შემდგომ წინსვლაში. ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი და ყველას ვილოცავ ამ წარმატებას. ამ მიმართვას კი მალევე მოყვა განცხადება, რომელიც უკვე ილია მეორემ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გავრცელა. შეიძლება ითქვას, რომ ამ თემაზე არსებული ბოლო ტექსტია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით გვეხსნება ახალი შესაძლებლობები ქვეყნის შიგნით, პოლიტიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ურთიერთობებში სტატუსის ამაღლებისა. ასევე კულტურული, მეცნიერული, ტექნიკური და ეკონომიკური წინსვლისა. ვიმედოვნებთ, რომ ეს კავშირი ურთიერთგამამდიდრებელი იქნება და ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციებისა და
სულიერი ფასეულობების განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს. კათოლიკოს პატრიარქს არც იმის აღნიშვნა გამორჩენია, რომ იმ დროისათვის არსებული მმართველი ძალის გარდა ევროინტეგრაციის გზის გაკაფვაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს ყველა ხელისუფლებას თავისი წვლილი აქვს შეტანილი. რას ნიშნავს ქართული ოცნებისთვის პატრიარქის დამოკიდებულება ევროპის და ევროინტეგრაციის მიმართ? ძალისთვის, რომელმაც დეკლარირებულად უარი თქვა ევროკავშირზე და ამით შეშფოთებული მოქალაქეები ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმეტა. ძალა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებს გვაკარგვინებს. რამდენად შესრულდება პატრიარქის ეს ერთგვარი ანდერძი, ანუ დანაბარები ევროპის შესახებ. ერთი რაც დაკრძალვის დღემ აჩვენა, არის ის, რომ ეს იყო პარტიული მისაკუთრების მცდელობა, ხელისუფლებად საკუთარი თავის დანიშვნის შემდეგ ოცნებამ იმ დღეებში ილია მეორეს მთავარ ჭირისუფლადაც დაინიშნა თავი. ხედავთ საზოგადოების არნახული მუხტის მითვისების სურვილსაც. დაკრძალვიდან მალევე, აი დღეს უკვე ოცნების ლიდერებისგან ისმის საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმა სწორედ პატრიარქის გარდაცვალების თემაზე.